ხშირად მგონია, რომ ცხოვრების წესის და ყოველდღიური რუტინის შეცვლა ძალიან დიდ ძალისხმევას და ბევრ დროს მოითხოვს. სინამდვილეში კი ყველაფერი ერთი მარტივი ნაბიჯით იწყება, მოძრაობით. იქნება ეს ვარჯიში სპორტდარბაზში თუ სეირნობა ან სირბილის სუფთა ჰაერზე. შედეგი ერთია, უკეთესი ფიზიკური და მენტალური მდგომარეობა. და როცა ეს ნაბიჯი ყოველდღიურობის ნაწილად იქცევა, მაშინ შედეგიც უფრო თვალსაჩინო ხდება. ხშირად ცვლილებების დასაწყებად ადამიანებს კონკრეტული ბიძგი სჭირდებათ. ნინი მასპინძელაშვილის შემთხვევაში მთავარი мотиваცია მისი ქორწილი გახდა, რომელიც მას ყოველდღიური ვარჯიშის, ჩვევის ჩამოყალიბებასა და ცხოვრების სტილის შეცვლაში დაეხმარა. მქონდა ძალიან ლამაზი კაფა, რომელიც უნდა ჩამეცვა და ეს კაფა უნდა ყოფილიყო ჩემ ტანზე შეკერილი. შესაბამისად, ისეთ ფორმაში უნდა ყოფილიყავი, რომ ყველას ელაპარაკა, რომ ვარა, მაგრამ ფორმაშია ეს გოგო. გიორგი ჩემ მეუღლე, მაშინ ტრენერი იყო, ნუ ეხაც ინსტრუქტორი არის და რაღაც გადავწყვიტეთ, რომ 3 თვეში უნდა ჩავეყენებინე ძალიან მაგარ ფორმაში და ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი мотиваცია. მურჩევდი ყველას, რომ რაღაცა პატარა мотиваცია შეიქმნან თავისთვის, რომ იმ მიზანს, რაც აქვს დასახული, უფრო მალე მიაღწიონ. მაგრამ მრავალი ადამიანი სვამს ერთსა და იმავე კითხვას. როგორ დავიწყოთ ვარჯიში მაშინ, როცა ჯერ არ გვაქვს мотиваცია ან კონკრეტული მიზანი? ასეთი შემთხვევებისთვის სპეციალისტები გვირჩევენ, რომ ყურადღება ჩვევის ჩამოყალიბებაზე გადავიტანოთ. ყოველდღიური აქტივობები, ფეხით სიარული, დილის სეირნობა ან რამდენიმე ვარჯიში სახლში ორგანიზმს საშუალებას აძლევს, რომ შეეჩვიოს მოძრაობას და мотиваცია თანდათან წარმოიქმნას. ერთ-ერთ წიგნში მე მაქვს საკითხული, ავტორი გვირჩევს როგორ დავიწყოთ ვარჯიში და ძალიან მომეწონა ეს იდეა. გვეუბნება, რომ უბრალოდ შეიძინეთ სპორტული ტანისამოსი და სპორტული ფეხსაცმელი. შემდეგ რაღაცა დროს მოგინდება, რომ ეს სპორტული სამოსი ჩაიცვა და უბრალოდ ფეხით გაისეინო. შემდეგ ამ ფეხით სეინობას შეიძლება დაამატო პატარ-პატარა ფიზიკური აქტივობები, გაწევები ან ჩაჯდომები და ესე ნაბიჯ შეიძლება ადამიანები შემოვიტყუოთ, ასე ვთქვათ, იმაში, რომ დაიწყონ ვარჯიში. ვარჯიში არ არის მხოლოდ სხეულის ფორმისთვის. ის გვაძლევს ენერგიას მთელი დღის განმავლობაში, ამაღლებს განწყობას და ზრდის ჩვენს თვითშეფასებას. თუნდაც რამდენიმე კილოს დაკლება უკვე გვაძლევს თავდაჯერებულობის და სხეულის კომფორტის შეგრძნებას. ასე მოხდა მაია ფიცხელაურის შემთხვევაშიც. უკვე რამდენიმე წელია, რაც ფიზიკური აქტივობა მის ყოველდღიურობას ახალი ძალებით ავსებს და დღეს უფრო სასიამოვნოს ხდის. გარდა იმისა, რომ გარეგნული იერსახე შეიძლება შეიცვალა, ასევე განწყობა. განწყობა არის ყოველთვის უფრო ამაღლებული ყოველი ვარჯიშის მერე. ყოველთვის ვცდილობ, რომ დღის განმავლობაში გამოვძებნო დრო, ამოვიდე სუფთა ჰაერზე გავისეირნო, გავივარჯიშო. ძალიან ბევრჯერ 7 საკლდად 15 წუთი რო სახლში მივედი სამსახურიდან და 7 საათზე უკვე დარბაზში გასული მქონდა ჩემი სავარჯიშო ინვენტარი, ასე რომ მთავარია მოინდომა. ასაკის მატებასთან ერთად მონდომება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა სხეულს მეტი ყურადღება სჭირდება. 40 წლის შემდეგ რეგულარული მოძრაობა უკვე ჯანმრთელობის შენარჩუნების აუცილებელი ნაწილი ხდება და იმისთვის, რომ სხეული მუდმივად ფორმაში იყოს, ყოველდღე 10-15 წუთი. პატარა მარტივი ვარჯიშიც კი სრულიად საკმარისია. ასაკის მატებასთან ერთად ეს ცნობილია, რომ კუნთოვანი სისტემა ცირდება დაახლოებით წელიწადში 1%-ს კარგავთ ჩვენი კუნთოვანი სისტემის, რაც პირდაპირ პროპორციულად აისახება შემდეგ უკვე ჩვენი ჯანმრთელობის გაუარესებას. ამიტომ მოუწოდებ ყველას, რომ ივარჯიშონ. როცა მოძრაობა ჩვევად იქცევა, ხვდები, რამდენად მეტად გრძნობ თავს მზად, ენერგიულად და მოტივირებულად. სწორედ ასეთი ყოველდღიური ჩვევები ქმნიან რუტინას, რომელიც ყოველდღიურობას უფრო დინამიურს და სასარგებლოს ხდის. თქინათ, ჩემი ცხოვრება შეცვალა, გინდა მენტალური, გინდა ფიზიკური, იმიტომ რომ როცა ვარჯიშობ ის 1 საათი, ფაქტურად მედიტირებ. იმიტომ რომ არ გეძლევა საშუალება, რომ სხვა რაღაცაზე იფიქრო. ფიქრობ შენს სხეულზე, შენს კუნთებზე, შენს თავზე და ეს არის ძალიან მაგარი შეგრძნება. ფიზიკური აქტივობის გარეშე ჩემთვის უკვე შეუძლებელია. სულ მთხოვს ორგანიზმი, როდესაც უკვე ეჩვევი, მერე უკვე თავისით ხდება. რა თქმა უნდა, არის ეგეთი დღეებიც, როდესაც
გეზარება, ან დატვირთული გრაფიკი გაქვს, ფიზიკურად ვერ ასწრებ, მაგრამ რა ვიცი, იმდენად მიყვარს, რომ მე თავისით მოდის ძალები. აქტიური მოძრაობის გარდა, ჩვენი ყოველდღიური კვება პირდაპირ მოქმედებს იმაზე, თუ როგორ ვგრძნობთ თავს და რამდენად ეფექტურად ვახერხებთ სხეულის ფორმისა და ენერგიის შენარჩუნებას. ნუტრიციოლოგი და ჯანსაღი ცხოვრების წესის მრჩეველი გვირჩევს, რომ ყოველდღიური ჩვევები ეტაპობრივად შევცვალოთ, მცირე პრაქტიკული ნაბიჯებით, რათა სხეული მუდმივად ფორმაში იყოს. ყველაზე დიდი შეცდომა, რასაც ადამიანები უშვებენ, როდესაც სწორკვებას იწყებენ, ეს არის რადიკალიზმი. ყველაფერი ან არაფერი პრინციპით, ცხოვრების წესად თუ გვინდა გახდეს ჯანსაღი კვებითი ჩვევები, პატარ-პატარა ცვლილებები უნდა შევიტანოთ ჩვენს ყოველდღიურობაში. ეს თითო ცვლილება შეიძლება 2 კვირიანი ან 1 თვიანი შუალედი დაჭირდეს, მაგრამ დამერწმუნეთ ჯობია, რომ მაგალითად დაიწყოთ მეტი სითხის მიღება, შემდგომ დაამატოთ ბოსტნეული თქვენ საკვებ რაციონს, გაზარდოთ ცილის ოდენობა და პატარ-პატარა ნაბიჯებით უფრო კარგად მიხვალთ რეალურ შედეგამდე. ფიზიკური აქტივობა, სწორი კვება და ყოველდღიური ჩვევები ქმნიან ენერგიულ, ჯამრთელ და გაწონასწორებულ დღეს. ყოველმა პატარა ნაბიჯმა კი საბოლოო შედეგზე შეიძლება დიდი გავლენა მოახდინოს.